ახლა კი მოვლენაზე, რომლის კომენტირებასაც აგრძელებენ პოლიტიკოსებიც, მიმოხილველებიცა და ჟურნალისტებიც. ალმატიში შეხვედრით ჩვენს კონტინენტზე ახალი წარმონაქმნი გაჩნდა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. Теперь миру придется иметь дело и строить отношения с 11 суверенными государствами 1/6 части суши. არ ფუნქციონირებს თბილისის სატელევიზიო ანძა. ამიტომ ინფორმაციის გავრცელება მთელს ქვეყანაში რთულდება. ასე გამორჩა ყოფილი საბჭოთა საქართველოს 4 მილიონი მოქალაქის პირველი და უკანასკნელი საბჭოთა პრეზიდენტის გადადგომა. კრემლის თავზე აღმართული წითელი დროშის დაშვება. Я прекращаю свою деятельность на посту президента СССР. Не хотел ни в одном, ни в другом случае. არ მინდოდა სამოქალაქო ომამდე მივსულიყავით. წარმოიდგინეთ ხელისუფლებისთვის ბრძოლა რომ დაწყებულიყო ქვეყანაში, რომელიც გადაჭედილი იყო იარაღით, მათ შორის ბირთვულით. ჩემი გამარჯვებაა რომ დავტოვე ძალაუფლება. И моя победа состоит в том, что я покинул власть. თბილისში რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ იარაღისა და ხალხის დეფიციტი აჯანყებულებს დაეთყოთ. შულელად კი მოევლინათ, რა თქმა უნდა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობა. პირველ რიგში გენერალი სუფიან ბეპაევი, ვისთან პირად მეგობრობასაც კიტოვანი არასოდეს მალავდა. ერთი წლის შემდეგ ბეპაევი ინტერვიუში მეყვება, როგორ აძლევდა იარაღს ოპოზიციას და როგორ ახმარდა რუსულ სპეცრაზმს სტრატეგიული ობიექტების დასაკავებლად. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ტყვია-წამალს მეორე ხელით გამსახურდია სერგულ გვარდიასაც აძლევდა. რა თქმა უნდა, უანგაროდ არც ამას აკეთებდა და არც იმას. სანამ თბილისში ქართული დანაყოფები ერთმანეთს ესროდნენ, ცხინვალი სეპარატისტებმა დაიჭირეს. რამდენიმე კვირაში გამსახურდია იმ დღეებს უკვე გროზნოში გაიხსენებს, როგორც თხოვდნენ გამხდარიყო დსთ-ს შემქმნელი მე-12 ქვეყანა და რაში უცვლიდნენ ამ კომპრომისს. იდეა რომ გაჩნდა მე შემატყობინეს და მომთხოვეს სასწრაფო ჩავსულიყავი დოკუმენტის ხელმოსაწერად. როცა ეს არ გავაკეთე, ჩემს წინააღმდეგ დაძრეს არმია, მოაწყეს პუტჩი საქართველოში. თბილისური პუტჩის მოსკოვურ ფესვებს შევხედოთ. რამდენიმე წლის შემდეგ გენერალი ლებედი, რომელიც ბაქოსა და თბილისის ჯალათობის შემდეგ კინაღა მოსკოვის ჯალათადად იქცა, მოგონებების წიგნში დაწერს, რომ სადესანტო დივიზია შეყვანილი ყავდა ქალაქში და პრინციპში მზად იყო თეთრი სახლის შტურმისთვის. მაგრამ მოქმედების ხეირიანი ბრძანება ვერავისგან ვერ მიიღო. პუტჩი არ ყოფილა, იყო გენიალურად დაგეგმილი და ბრწყინვალე ჩატარებული მსხვილმასშტაბიანი სპეცოპერაცია. ამიტომ იყვნენ ასე დაბნეული ეგრეთ წოდებული გეკაჩეპეს წევრები. ჩემს გონებაში არ ლაგდება ვითარება, რომ სამმა ძალოვანმა მინისტრმა, ვისაც სრული ძალაუფლება ჰქონდა და ხელი მიუწოდებოდა ყველაფერზე. სამ დღეში ყველაფერი ჩააფლავა. ასე ჩანს ხელიდან არც ერთი საშუალო გაქანების სამხრეთ ამერიკელი საველე მეთაური არ გაუშვებდა. რა საჭირო იყო ეს პროვოკაცია? ერთი ხელის მოსმით კოლოსალური პრობლემების მთელი წყება მოგვარდა. დაინგრა კომპარტია, განადგურდა ძალოვანი უწყებები და საბოლოო ჯამში გაუქმდა უდიდესი სახელმწიფო, რომლის მოქალაქეთა 73%-მა 1991 წლის მარტის რეფერენდუმზე ერთმნიშვნელოვნად თქვა, საბჭოთა კავშირმა უნდა იარსებოს. ახლა კი ჩვენს მიწაზე ნოვორიშების ლეგიონები მოცოცავს, მილიარდებს გვპირდება, ცალობით და ბითუმად ყიდულობს ჩვენს უკიდეგანო სიმდიდრეს.